მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. თქვენ უსმენთ მედია კავშირ ობიექტივს წალღაზე FM 105 და 0. თქვენ გაქვთ საშუალება გვიყუროთ აჭარის 25 არხზე და აგრეთვე ინტერნეტით მისამართზე www.obiektivi.net. ეს გახლავთ გადაცემა გვახსოვდეს ჰიპოკრატე და მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი მარინა ბერაძე. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ჯანდაცვის საკითხებზე, ვცდილობთ განვიხილოთ მიმდინარე პროცესები და მერე თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, ანალიზი გავუკეთოთ და ამ პრობლემებიდან გამოსავალი ერთად ვეძებოთ. ჩვენ აღნიშნული ფაქტებით შეგვიძლია დავასკვნათ ერთი რამ, რომ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა არის ძალიან რთული და ჩვენი მედიცინა პრაქტიკულად წარმოადგენს დაავადების მედიცინას და არა ჯანმრთელობის მედიცინას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ცოტა განსხვავებული. მე მინდა უფრო ოპტიმისტური განწყობა გამოვიწვიოთ თქვენში, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გარკვეულწილად რაღაც გამოსავალი შესაძლებელია უკვე ვიპოვეთ კიდეც. ჩვენ საუბრობთ იმაზე, როგორი ხელმიუწვდომელია ჩვენი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისები და კერძოდ სტაციონალური დახმარება, ანუ საავადმყოფოებში დაწოლა პაციენტებისთვის არის ძალიან ხელმიუწვდომელი ფინანსურად, ამას ვგულისხმობ. ჩვენი ორგანიზაციის კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა არის მთელი მოსახლეობის 75%. ეს არის ძალიან დიდი ციფრი. აი რა ვქნათ ასეთ სიტუაციაში, მანამ სანამ არ შეიცვლება ჯანდაცვის სისტემა. გამოსავალი სადღაც უნდა არსებობდეს. გამოსავალი ალბათ იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ მოგვიხდეს საავადმყოფოში დაწოლა. ამისათვის საჭიროა სწორად ჩავატაროთ პროფილაქტიკა, დაავადების, ვიზრუნოთ დაავადების პრევენციაზე და რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა დავნერგოთ, დავამკვიდროთ ჩვენს ყოველდღიურობაში. კიდევ არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელზედაც არ საუბრობენ, ეს არის რეაბილიტაცია. როდესაც ადამიანს აქვს გადატანილი მძიმე დაავადება და შემდგომ ის ხდება ან ინვალიდი, ან ვერ ხდება სრულფასოვანი წევრი საზოგადოების. აი ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა. ვინაიდან ჩვენთან ქვეყანაში საერთოდ არის ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვდარდობთ და ვფიქრობთ, რომ აი ამ მხარისთვის თითქოს არ გვჭება დრო. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამაზე. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს იმაზე, როგორ არ უნდა მოვხვდეთ საავადმყოფოში და თუ მოვხვდით, იქიდან რომ გამოვალთ, როგორ შევინარჩუნოთ სიცოცხლის უნარი, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზება და ბოლოს და ბოლოს. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ უშველოთ ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებსაც ნამდვილად ჭირდებათ მომზადება, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ მათ გაგვახარონ შემდგომში. აი ამ თემებზე სასაუბროთ დღეს მე მოვიწვიე ბატონი გუჯა კახაძე, რომელიც ჩემი აზრით, ჩემთვის მაგალითად არის აღმოჩენა, იმიტომ რომ მეტად საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ ჩვენ ყველას და ის ისაუბრებს იმ მეთოდიკაზე, რომელიც მან პირადად შეიმუშავა და ყველა ეს პრობლემა, რომელიც მე ჩამოვთვალე, რაც არ უნდა უცნაურად გეჩვენებოდეთ, ამის შესაძლებლობები პრაქტიკულად არსებობს. მოდით ერთად მოვუსმინოთ მათ, თან ბატონ გუჯასთან ერთად არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთ საკუთარ თავზე გამოცადეს ეს მეთოდიკა და ვნახოთ რას გვეტყვიან ისინი. მოდით დავიწყოთ თქვენგან ბატონო გუჯა, მაგრამ სანამ თქვენ მოგმართავთ, მანამდე მე გამოვაცხადებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს, ეს გახლავთ 2-388-105, დაგვირეკეთ, თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება თქვენ მაქსიმალურად რომ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენგან და ჩვენი სტუმრებისგან, ამისათვის მოკლედ დასვით კითხვები და რადიო მიმღებს დაცილდით, რომ თქვენი ხმა კარგად ისმოდეს. მადლობთ. ბატონო გუჯა, მადლობთ რომ მობრძანდით და მოდით დავიწყოთ ჯერ ზოგადად თქვით თქვენი მეთოდიკა რაში მდგომარეობს. მოგესალმებით, ბატონო მარინა, მადლობას გიხდით ჩემი მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე ეს მეთოდიკა, რომელიც საკმაოდ რთული და ძნელად აღსაქმელია, მაგრამ არსებობს საშუალება, რომ რაღაც ზედაპირული ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში. თუ ადამიანი დარბის, ბუნებრივია, რომ ის იღლება და რაღაც პერიოდის შემდეგ ჩერდება. მე ყოფილი მძლეოსანი ვარ, ამასთან შეხება მქონდა. უნდა ვაღიარო, რომ წარუმატებელი მძლეოსანი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ადვილად ვიღლებოდი
და აი დროიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება დატვირთვა შეიცვალოს რაღაც სხვით, რომელიც საშუალებას მომცემს შევძლოს სირბილი, ნაკლებად დავიღალო, სპორტული შედეგი უფრო მეტი მქონდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავრჩე ჯანმრთელი. ესე იგი, ჩემი ამოსავალი წერტილი არის ჯანმრთელობა. თუ ვიქნები ჯანმრთელი, მაშინ უფრო მეტი ფასი ექნება ჩემ სპორტულ მიღწევებს. რაც კი დღემდე სირბილის ტექნიკა გამოუგონიათ, შემიძლია ყველა ერთად გავაერთიანო და ამას დაუპირისპირო ის, რაც მე შევიმუშავე. რატომ? უკვე აღნიშნე, რომ სირბილის დროს ადამიანი იღლება, ბოლოს ჩერდება. მე შევიმუშავე სირბილის ისეთი ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ადამიანი უფრო ენერგიული ხდება და იმის ნაცვლად რომ დაიღალოს, როგორც კი უფრო ენერგიული ხდება და ბევრად უკეთ ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც მას მწვრთნელი აძლევს. დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელი, რომელიც 2 ტაიმის განმავლობაში საათნახევარი დარბის, ამ მეთოდიკის შესწავლის შემდეგ ფაქტიურად გახდება დაუღლელი, პრაქტიკულად დაუღლელი. ბოლო წუთებზე თამაშის შეასრულებს ზუსტად იმას, რასაც ასრულებდა თამაშის დაწყების წინ. ესე იგი, თქვენი მეთოდიკით სირბილი შესაძლებელია უკვე სიჩქარის გაუმჯობესებითაც გამოიხატოს. აუცილებლად. ესე იგი, მე როდესაც ვამბობ თამაშის დაწყების დროს რა ფორმაშიც არის ფეხბურთელი, იგივე ფორმაში იქნება თამაშის ბოლოსაც, რას ნიშნავს. ესე იგი, მაქსიმალურ ტემპში თამაში. ქართველი ფეხბურთელებისთვის ზოგისთვის 1 ტაიმი გრძელდება, ზოგისთვის მეორე ტაიმის ნახევარი, მაგრამ 2 ტაიმი სამწუხაროდ არც ერთისთვის არ გრძელდება. ჩემი მეთოდიკის შესწავლის შემდეგ გარწმუნებთ, რომ 2 ტაიმი დასაწყისიდან დასასრულამდე ჩატარდება მაღალ ტემპში. აი ეს არის მე მგონი ძალიან საინტერესო და ძალიან მომხიბლავი რამ. მე ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი ინფორმაცია კონდეს ადამიანს და არ გამოიყენოს და არ ცადოს. მე მაინტერესებს პირველ რიგში თქვენ მითხრათ თუ არის ასეთი ადამიანი, რომელზეც ეს გამოცდილია და რომელმაც ეს შეიგრძნო თავის თავზე, აი ეს მაინტერესებს თუ გქონიათ ფეხბურთელებთან კონტაქტი და კიდევ თუ გქონიათ ჩვენი ფეხბურთის, რა ვიცი, მწვრთნელებთან და საერთოდ ფედერაციასთან ურთიერთობა. სანამ თქვენ ამ კითხვაზე პასუხს გაცემთ, ჩვენთან უკვე ზარია. გისმენთ თქვენ ეთერში ბრძანდებით, შემოგბრძანდნენ და უცებ გაბრძანდნენ, ისე რომ გავაგრძელოთ. კი ბატონო. პირველი ნაწილი უფრო მარტივად საპასუხოა, იმიტომ რომ აქ სტუდიაში ჩვენთან არის ბატონი ზურაბი, ჩემი დავარქვათ ყოფილი მოსწავლე, რომელმაც ეს კურსი გაიარა, რამდენად კმაყოფილია ალბათ თვითონ გვეტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც 2 ტაიმს თამაშობს მაღალ ტემპში, ძალიან ხშირად სახში როცა ბრუნდება, ეზოში ჩადის და კიდევ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს. იმიტომ რომ ვერ დაიღალა და ისე ადგილი ვერ დახარჯა, რომელიც სხვას უკვე თამაშის ბოლოს აღარ ქონდა საერთოდ. ესე იგი ჩვენ ახლა ჩვენი მსმენელისთვის ნათელი რომ იყოს, საქსაუბარი არის ფეხბურთელზე, ზურა გელაშვილზე, რომელიც თქვენთან გადის ამ ვარჯიშებს. დიახ, თუ შეიძლება, აი ახლა თქვენ თქვით ამის შესახებ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა დავფიქსირო, რომ მე ბატონ გუჯასთან თავდაპირველად მოვხდი არა სპორტული შედეგის გაუმჯობესების მიზნით, არამედ გაჯანსაღების მიზნით. მე მაწუხებდა ხერხემლის პრობლემა და ასევე მქონდა გულზე ბავშვობაში ოვალური ხორ, რომელიც უნდა დახურულიყო ადრეულ ასაკში, არ დაიხურა და ამიტომაც ექიმებმა მირჩიეს, რომ დატვირთვისთვის არ შეიძლებოდა ძალიან ბევრი დატვირთვა. ამიტომაც რომელიც ჩემ მეგობარმა რომელიც იცოდა ჩემი პრობლემის შესახებ, მითხრა, რომ მიდი ცადე რას კარგავ, სხვა გზა აღარ მქონდა უბრალოდ და მე ცადე რას კარგი, აღარაფერი არ მქონდა, იმიტომ რომ მანამდე ძალიან ბევრი მეთოდი ვცადე, მაგრამ არაფერი არ გაამართლა. ზუსტად 4 დღეში ხერხემალზე საგრძნობლად ვიგრძენი შვება, ტკივილები მაწუხებდა, დიდი ხანი მიჭირდა დგომა, უფრო გავიმართე, ასევე გულზე 2 კვირის შემდეგ გადავიღე ჯოინის კლინიკაში კარდიოგრამა და ამ ყველაფრის შემდეგ მათ მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ შეგიძლია, ჩვეულებრივად მაქსიმალურად მიიღო დატვირთვა, ეს გულზე არანაირი პრობლემას არ შეგიშლის. ასევე მქონდა ტრავმის შემდგომ მარცხენა წვივის კუნთი, რომელიც 2 თვე საერთოდ ვერ ვადგამდი, უფრო 2ჯერ ნაკლები ვიდრე მეორე.
და ამიტომ ჯერ ცალფეხზე ექიმმა მითხრეს სადაც სიმძიმეები დავიკიდე შემდეგ ცალფეხით ხტუნაობა მაგრამ შედეგი არ იყო მაინც ისე კურნალობის მეთოდებიც სადეთ ჩვეულებრივი რაც მე თავიდან ამიტომ მოვედი რათა არ გამეუმჯობესებინა ჩემი სპორტული შედეგი არამედ რათა გავჯანსაღებულიყავი და მოდით ახლა ბატონო ზურად ცოტა ხანი აი გავჩერდეთ, ესე იგი დავასკვნათ ის რომ თქვენ მიხვედით ბატონ გუჯასთან არა შედეგის გასაუმჯობესებლად, არამედ თქვენ გაწუხებდათ ფიზიკურად, გქონდათ ჩივილები და მიმართეთ ამის გამო. მოდით ახლა ჩვენ მოусმინოთ მსმენელს. თქვენ ეთერში ბრძანდებით დასვით კითხვა. გენაცვალე. რაზია ლაპარაკი ჯანდაცვალზე. ეხლამდელი ჯანდაცვა და ექიმები თუ ტყავი არა და გაცლილი გადაცლიან თუ არა და თუ არა ხარ აი ეხლა მე პირადად პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ ცოტათი ვხედავდი დაფინანსება მქონდა თავრობისგან მივედი გამაგზავნეს იქ და მიშა გაბრიჩიძემ კი არ დაგახილები დამაბრმავა გამაცხავა ტყავი ის დაფინანსებაც არ ჩამითვალა და 1500-ით გადამახსენდა. დიახ, გასაგებია, დიახ, ჩვენი რადიო მსმენელი არის ძალიან გულშემატკივრობს და ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენთან ხშირად რეკავს და ეს პრობლემა ყველა ჩვენ მას სტუმარმა უკვე იცის და ძალიან ცუდია ეს. აი სწორედ თქვენთვის არის ეს გადაცემა, როგორ არ მოხვდეთ ექიმებთან, არ გავატყავებინოთ თავი და როგორ მივიდეთ ნორმალურ ადამიანთან, რომელსაც მეორე ადამიანი უყვარს. აი ჩვენ უკვე ესეთი პრობლემა დაგვიდგა ჰუმანურობის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანი უყვარს, უკვე სანთლით საძებნელია. მოდით ბატონო ზურა გავაგრძელოთ, ესე იგი თქვენ მიხვედით და გაწუხებდათ აი ეს ჩამონათვალი, რაც უკვე თქვით და განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ თქვენ გულის პრობლემები გქონდათ, ამიტომ ექიმებმა აგიკრძალეს დატვირთვა. აი ამის შემდეგ რა მოხდა? ამის შემდეგ ყველაფერი გაგრძელდა არანაირად არ მოწყვეტა გული გავაგრძელე მივედი გუნდში გავაგრძელე ვარჯიში არანაირად არ შეუწყვეტა არც გულს არც ხერხემალს აღარ მოწყვეტა ტკივილები ასევე ის წვივის კუნთი რომელიც შედარებით მცირე ზომის იყო და იმის გასვა მეორე ჯანსაღ ფეხს და ორივე თანაბარი ზომის იყო აღდგა ამის შემდეგ გავიარე ორი კურსი როდესაც ერთი კურსი დავამთავრე უფრო ვიგრძენი რაღაც მე შინაგანად მე ძალა ვიგრძენი თავში ამის შემდეგ კიდე ერთი კურსი გავიარე ეს დაახლოებით 2 წლის იყო და ამის შემდეგ კიდევ ვაგრძელებ სიაულს არა სისტემატურად უბრალოდ რათა ეს რაც მასალა ბატონო გუჯამ არ დამავიწყოს და ეს შევინარჩუნო ისევის ფორმა დიახ რომ შეინარჩუნოთ ძალიან კარგი ბატონო გუჯა რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით მოკლედ აი როგორ მიაღწიეთ ამ რეზულტატს და თქვენი თვალთახედვიდან რა პრობლემასთან გქონდათ საქმე პრობლემა მართლა ძალიან სერიოზული იყო ფაქტიურად ვინც ნახა ზურაბს ხერხემალი ყველა დარწმუნებული იყო არაფერი არ ეშველებოდა მე რატომღაც თავიდანვე ვირწმუნე რომ ერთ თვეში ზურა მთლიანად გაიმართებოდა მაგრამ მოხდა სასწაული მეხუთე ვარჯიშზე მალები რომელიც 2 სანტიმეტრით იყო ამოწეული ასეთი იყო 6 მალა თავის ადგილას დაბრუნდა და ზურა ჩვეულებრივად გაიმართა მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის მეთოდი კიდევ იმითაც არის აღსანიშნავი რომ გაჯანსაღებასთან ერთად სპორტული ფორმაც მოდის. ამას არა აქვს მნიშვნელობა, რომ ცაცალკე აკეთო და დრო კარგო და ასე შემდეგ. ესე იგი გაჯანსაღება იწყება სპორტული შედეგის მოსვლას. დროს ვიგებთ ჩვენ საკმაოდ. დიახ, არა, რა თქმა უნდა. ნუ ჯერ თვითონ ეს შედეგი, რომელზეც ახლა საუბარია, ნამდვილად დაუჯერებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია სახეზე, რომ ზურა დღეს არის ჩვეულებრივად დატვირთული სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშობს და ალბათ ის ექიმები ძალიან გაოცებულები არიან, ხო, რომლებმაც აგიკრძალეს თქვენ ფიზიკური დატვირთვა. ნუ ახლა ეს არის მაქსიმალური რაც შეიძლება მივიღოთ. ეხლა მე მაინტერესებს ეს თქვენი მეთოდიკა, როგორია? საერთოდ რაც გენიალური ამბობენ სიმარტივეშია გენიალურობა. აი თქვენი მეთოდიკა რას ეფუძნება, რაზე არის ეს აგებული და საერთოდ როგორ მოგივიდათ ეს აზრი თავში, რომ დაინტერესებულიყავით ამ თემით, იმიტომ რომ თქვენ პროფესიით არ ხართ ექიმი, ხო? დიახ, პროფესიით არქიტექტორი ვარ. არქიტექტურის დამსახურებაა რომ ეს მეთოდი საერთოდ არსებობს. ნუ ბუნებაში არსებობს ასეთი მოვლენა რეზონანსი. არქიტექტურაში ეს ხელს გვიშლის. ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ
ექიმებმა შეძლეს რეზონანსის გამოყენება კურნალობისთვის. მართალია ესეთი ექიმები ერთეულები არიან, მაგრამ ესეთი პრეცედენტი არსებობდა. გადავწყვიტე ეს მომეხერხებინა ორგანიზმში გამომეწვია რეზონანსი, რომელიც არა გაჯანსაღებისკენ იქნებოდა მიმართული, სპორტული შედეგის გასაუმჯობესებლად პირველად ეს საწყისი იყო, ესე იგი ჩემი მიზანი იყო სპორტული შედეგის გაუმჯობესება დატვირთვის გარეშე. მე თუ შევძლებდი ორგანიზმში რეზონანსის გამოწვევას, ეს ნიშნავს, რომ ენერგია, რომელიც ადამიანს აქვს, სულ მცირე გაათმაგდებოდა, მაგრამ ეს ენერგია გარედან შემოვიდოდა ორგანიზმში და არა ის, რომ ორგანიზმი დახარჯავდა 10-ჯერ ენერგიას. და დაიღლებოდა და რაც პრინციპში იწევს. ამ ენერგიამ ის გამოიწვია, რომ ფაქტიურად 10-ჯერ გვიან დაიღალა სპორტსმენი. მაგრამ ყველაზე უცნაური რა იყო, ფეხბურთის. ბატონო გუჯა, გავაგრძელოთ, ეხლა ჩვენთან ზარია და პრიორიტეტი. გისმენთ თქვენ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. გუჯა, ბატონო გუჯას ალბათ ბახსოვას 2 წლის წინ ვიარეთ, აი ჯგუფურად დავდიოდით თუ გახსოვთ ბატონო გუჯა. სხვადასხვა პრობლემები ქონდა მე და ჩემს მეგობრებს და ისტორიის სიარული და ისტორიის სირბილი ვისწავლეთ და თითქმის ყველას რა პრობლემები ქონდა მოგვეხსნა. პირადად მე მეძაძაყის სახსრის პრობლემა მქონდა და ეხლა დავაკვირდი ამ დროს რა ხდება ორგანიზმში იხსნება ყველანაირი სპაზმი, კუთები დუნდება, სისხლის თავისუფლად მოძრაობას, ხერხემალი სწორდება და უკვე ამგება თავისი ეს ყველანაირი პრობლემა. აი ჩემ მეგობარს გულის უკმარისობა ქონდა და უკვე პირველ გაკვეთილებზე ეს მოეხსნა. აი მესამე მეგობარს ხერხემლის თიაქარი ქონდა და როგორც გასწორდა ხერხემალი ეს ტელესკიპები თესატრებს და ეს მოეხსნა. და აი ძალიან მადლობელი ვარ და ისეთი კმაყოფილი ვიყავ ოჯახის ყველა წევრი მივიყვანე, ჩემს მარი დარბოდა კუსპაზე ვერ ხვეწებოდი, არასწორად დარბიხარ და თავიდან არ მიჯერებდა. მე უკვე გულის პრობლემები დაეწყო და ეს გახდა მიზეზი, რომ დაეჯერებინა და როგორც კი ჩავწევ სწორი სიარული და სწორი სირბილი აღუდგა ყველაფერს და მადლობას გიხდით ბატონო გუჯა, ალბათ გაგახსენდით ვინცა ვარ. დიახ. და რა ვიცი, ნამდვილად ყველა ქართველს ურჩევ, აი მოხარული ვარ ესეთ გადაცემებით, რომ აი მთელი გულით ყველა ახლობელს, ვისაც დიდი პრობლემა აქვს, მემორჩილებიან ხოლმე და კი სწავლობენ გუჯასთან, სწორსიარულს და აი მართლა ნეტა ყველა მისწავლოს და ეს ფსიქიკაზე და ეს ტვიში ყველანაირი პრობლემები იქნება, ეს დაძაბულობა, დღეს მაინც ყველას აწუხებს ეს გაღიზიანება და ნამდვილად მოხარული ვიქნები თუ დაინერგება საქართველოში ეს სწორი სიარული და სწორი სირბილი ნამდვილად აჯანსაღებს ორგანიზმს. აი მე ძალიან მიხარია რომ აი გადაცემის დასაწყისიდანვე ჩაერთო ეს მადლიერი ადამიანი რომელიც თქვენს მეთოდიკას იცნობს. საინტერესო მომენტს გავიხსენე. და ეხლა სანამ გადავალთ ამ თემაზე მე მინდა ვთქვა რომ სწორედ აი საუბრობთ ჩვენ აი ამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ჩვენ განებივრებული ვართ რაღაც გაურკვეველი ტიპის სარეკლამო რგოლებით, რომელსაც ტელევიზიით აჩვენებენ, მაგრამ სრულიად გაუგებარია როგორ უნდა ისარგებლოს ხალხმა და საერთოდ რას ნიშნავს განსაღი ცხოვრების წესი. აი მე დღეს სტუდიაში მოწვეული სტუმრების სწორედ იმიტომ მოვიყვანე რომ აი ამ თემაზე ვისაუბროთ და ზუსტად უნდა ვიცოდეთ რას გულისხმობს ეს და საერთოდ ვის უნდა მივაკითხოთ ესეთ შემთხვევაში. ბატონო გუჯა განაგრძეთ. რა თქმა უნდა მეცნო ქალბატონი და ორ მომენტს გავიხსენებდი. მეგობართან ერთად იყო მოსული. მეგობარს აწუხებდა ხერხემალი, კერძოდ დისკოზი და აღმოჩნდა რომ სურათი რომელიც გადაუგეს ხერხემალზე, ნახა საკმაოდ სერიოზულმა სპეციალისტმა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი არის ლოგინად ჩავარდნილი, ან ძალიან მალე ჩავარდება ლოგინად. ნუ რომ არ მოგატყუოთ, ალბათ 2 კვირა მხოლოდ სიარულს ვასწავლილი, ტკივილები მოეხსნა და 2 კვირის შემდეგ გადავედით სირბილზე. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ლოგინად უნდა ჩავარდნილიყო, დარბოდა დაახლოებით 3 კილომეტრს. ეს იყო ქალბატონი შუა ხნის არანაირი ჩივილი აღარ ქონდა და ყველაზე ცუდი. ყველა ჩემ პაციენტს ვარქმე პირობითად, ყველა ჩემ პაციენტთან მაქვს თხოვნა. მიდით ექიმთან, კიდევ ერთხელ გადაიღეთ სურათი, რომ ვნახოთ, რატომ მოხდა გაუმჯობესება. ეხლა ჩვენთან უკაცრავად არის ზარი დიდიბუდიში. თქვენ ეთერში ბრძანდებით? ალო, მე ეთერში ვარ გეთახვა.
დიახ, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ეხლა თუ შეიძლება შვილს დისკოზიას და შვილიშვილს ხერხემლის გამრუდება. კოორდინატორი მოგვერდით გუჯასი. აუცილებლად, ბატონო გუჯა. თქვენ მოგმართავთ. კი ბატონო, შეგიძლიათ ჩაიწეროთ ჩემი ტელეფონის ნომერი 591 28 72 12. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, არანაირი პრობლემა არ იქნება. ეხლა მე მომაწოდეს ასეთი არასასიამოვნო ცნობა 2 წლის ლუკა ლომიძეს დაუსვეს დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელმაც უკვე გამოიწვია თვალის დაკარგვა, თუმცა მისი გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ გადავარჩინოთ პატარა ლუკა. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკში, ზურაბ ლომიძის სახელზე, ანგარიშის ნომერზე G27 BG 00 400887 2735 00. მე მგონი ძალიან რთული დასამახსოვრებელია. მის დასახმარებლად ტარდება საქველმოქმედო კონცერტი. Save Luka, ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით 17 მარტს 17 საათზე თბილისი Art Hall-ში. შემოგვიერთდით და ვისაც გაქვთ საშუალება დავეხმაროთ პატარა ლუკას. ბატონო გუჯა, ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი. ეს ორივე შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ თქვენი მეთოდიკა არის ერთი ძალიან ადვილად ასათვისებელი და მეორეც აი ამ მეთოდიკით ვღებულობთ წარმოუდგენლად დიდ შედეგს სწრაფ დროში. მოკლე დროში, მაგრამ სწრაფ შედეგს ნამდვილად ყვეთ. დიახ. აი ეს არის, არ ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი. მოდით ახლა ჩვენ გადავიდეთ, ჩვენთან სტუდიაში არიან თქვენთან მოსული, პაციენტებს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ისინი არიან პრაქტიკულად ჯამრთელი ადამიანები. და მოდით ახლა ვესაუბროთ ზურა გოგიჩაიშვილი, თქვენ რა სიტყოდით, რა გაწუხებდათ და როგორ მიხვედით ბატონ გუჯასთან? მე მოგესალმებით, მე პირველ რიგში ცოტა შორიდან დავიწყებ თუ უფლებას მომცემ, საერთოდ მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის მონაცემებით ადამიანის მდგომარეობა ფიზიკური, თქვა ჯანმრთელი ან ავადმყოფი მდგომარეობა 60%-ით გამოწვეულია მისი ცხოვრების წესით. ეს უკვე იმაზე მიგვითითებს, რომ ჩვენ ხანდახან ძალათი მიყვარს ჩვენი თავი ექიმთან. ჩვენ არასწორად ვიქცევით, არასწორი დღის რეჟიმი გვაქვს, არასწორი კვების რეჟიმი გვაქვს. რითია ადამიანი დაკავშირებული საერთოდ სიცოცხლესთან, ცხოვრებასთან. ეს არის კვება, ეს არის თქვა სითხის მიღება, ეს არის სუნთქვა და ბუნებრივია დღეს უკვე 21 საუკუნეში ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენი თქვა ჯდომარე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს არის მოძრაობა. ბუნებრივია ყველაფერი სწორი უნდა იყოს, უნდა იყოს რა თქმა უნდა სწორი მოძრაობაც. ხერხს დავამატებ კიდე რომ ქართველის თვისება, ეხლა გაბატონმა აღნიშნა, ქართველის თვისებაა რომ ყველაფერი დააბრალოს სხვას. თქვათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვისი ბრალია, თქვათ, იქ მე არ ვამბობ, რომ ეხლა ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურად არის, სწორად არის, ცხადია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი თავი ხანდახან ძალათი მიყვავს ექიმთან. ეხლა კონკრეტულად ჩემზე თუ ვისაუბრებთ, მე ხა გამომდინარე ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან, ან თქვათ სიმსუქნისგადმი მიდრეკილება და ის პრობლემა, რაც დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრ მამაკაცს აწუხებს, ეს არის პროსტატის ადენომა, პროსტატის დაავადება. ამისთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა, თქვათ, ვარჯიში, სიარული, სირბილი. და ბუნებრივია მე იძულებული ვიყავი, მოდი თავიდან ესე ვთქვათ, სადამ ვთქვათ ბატონ გუჯასთან მოხდებოდა, იძულებული ვიყავი მევლო და მერბინა. ნუ სახში სანამ ვთქვათ სამსახურში წავედოდი, ესე საკმაოდ დაღლილი ვბრუნდებოდი. ეხლა რა მოხდა ბატონ გუჯასთან, უკვე გასაგებია ამის შემდეგ, ეხლა შეიძლება ცოტა ძნელი წარმოსადგენელი იყოს ადამიანისთვის, მაგრამ მე ეხლა ყოფილი სპორტსმენი კი ვარ, მაგრამ ეხლა დღესდღეობით ცოტა სპორტსმენის სტატუსიდან ცოტა გამოსული ვარ, მაგრამ ეხლა ადამიანი, რომელიც დილას თქვათ 6-7-ის ნახევარზე გადის სახლიდან და სადაც 9-ზე 10-ის ნახევარზე ბრუნდება, დაახლოებით 4-5 კილომეტრი ნასიარულევი, ნარბენი, ნავარჯიშები და ის დაღლილი არ არის, ეს ცოტა უჩვეულოა, შეიძლება დამეთანხმოთ ამაში. ეს უჩვეულობა ზუსტად გამოიწვია აი ამან, რაც მოხდა ჩემსა და გუჯას შეხვედრით. როდესაც ამ ადამიანმა მე პირველად მითხრა, რომ მე სიარული უნდა გასწავლო, ჩემთვის ცოტა უხერხული იყო და ბუნებრივია მეც ქართველი ვარ და ცოტა შეურაცხყოფილათაც ვიგრძენი ჩემი თავი, მაგრამ შემდეგ სადღაც 2-3 მეცადინეობაში მე დავწუნდი, რომ აბსოლუტურად მართალი იყო, რომ მე 50 წელს გადაცელებულმა კაცმა სიარული არ ვიცოდი, როგორც ასე თან სპორტსმენმა.
ბუნებრივია, შემდეგში, როდესაც ჩვენ სირბილზე გადავით, აღმოჩნდა, რომ არც სირბილი არ ვიცოდი სწორად. მე ხა ყველა პრინციპში ყველა მამაკაცისთვის ალბათ ცნობილია ესეთი ტერმინი, ვისაც მანქანა ყავს განსაკუთრებით რაზვალი. ეს რა არის? ეს არის წინა მანქანის წინათულების, ასე ვთქვათ, არასწორი დაყენების კუთხე. და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მანქანა ყავს, ბუნებრივია, იმ წუთში ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას ეს დეფექტი. და სამწუხაროდ ადამიანს მიუთითებს, რომ თვითონ მას აქვს ეს დეფექტი, ან თვითონ ადამიანს აქვს ეს ეგრეთ წოდებული რაზვალი, ის ამას ვთქვათ, არასწორად გებულობს და შეიძლება შეურაცხყოფათაც მიიღოს და პრინციპში მე აი ამ სიტყვით იმას ვიზამ, დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი მე ხა განსაკუთრებით ბატონ გუჯასთან ამ ინტენსიური სიარულის შემდეგ ვაკვირდები ქუჩაში მოსიარულით და თითქმის ყველა არასწორად დადეს. ზოგს ვთქვათ, ტერფის არასწორად დადგმის პრობლემა აქვს, ალბათ შემდეგ ამას თვითონ ბატონი გუჯა დაგელაპარაკებოთ უფრო დაწვრილებით. ზოგი ვთქვათ, ფეხს მთლიანად არასწორად გავს, ზოგი არასწორი ნაბიჯი და საბოლოო ჯამში ეს არის ის, რაც იწვევს იგივე ვთქვათ, მთლიანად ჩონჩხის, ასე ვთქვათ, არასწორ მოძრაობას, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ხერხემლის თვითონ ამ ძვლების არასწორ ვთქვათ, ძირითადად პატარებში განვითარებას და მოზარდებში რა თქმა უნდა, შემდეგ აი დაავადებებს, რასაც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ მივყავართ ექიმთან. აი ბოლოს მე რამდენიმე დღის სრულად შემთხვევით წავიკითხე ესეთი მონაცემი, რომ დღეს მსოფლიოში ადამიანთა 50%-ს აქვს ხერხემლის პრობლემა. იმდენად ვარ დარწმუნებული, ეს არასწორი მოძრაობის შედეგია, აი როგორც ახლა მაგალითად და სხვათა შორის ძალიან დიდი შედეგები ცუდი გამოიწვია იმან, რომ საათობით მოზარდების ხედან კომპიუტერთან და აი ეს მჯდომარე წესი ცხოვრების, ესეც არის ძალიან მავნე და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, ბავშვებსაც, მოზრდილებს, მათ მშობლებსაც, რომ იცოდნენ როგორ საფრთხეს უქმნის ეს მათ ჯანმრთელობას. სანამ ჩვენთან ზარია და შემოვიყვანოთ ეთერში. თქვენ ეთერში ბრძანდებით? დასვით კითხვა. გამარჯობათ, ხალბატონო ვარინა. გამარჯობათ. მე თქვენი გადაცემების მუდმივი მსმენელი ვარ და ძალიან საინტერესო გადაცემები გავდა, მადლობა ამისათვის. ბატონ გუჯას მივესალმები და ძალიან მთხო ტელეფონის ნომერი ან გაიმეოროს ხელახლა ან ოპერატორთან დატოვოს. დიახ. ჩვენ გვაქვს პრობლემები და დიახ. მე აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა გამომრჩა, ეხლა თქვენ უნდა თქვენი ტელეფონის ნომერი საკონტაქტო მიაწოდოთ ჩვენს მსმენელს, როგორ დაგიკავშირდნენ და მე გთხოვთ. კი ბატონო, გავიმეორებ კიდევ ერთხელ 591 28 72 12. მუდმივად ჩართულია ეს ნომერი, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამიკავშირდეთ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. 591 28 72 12. ბატონ ზურაბთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი გამახსენდა. ეს მისი მონაყოლია, რა თქმა უნდა, მე მომსწრე არა ვარ, მაგრამ ფაქტია. უკვე დაამთავრა ჩემთან ვარჯიში კურსი გაიარა და როგორც წესი სამსახურში წასვლის წინ დარბის. საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონი აჩერებს და მოგრძალებულად ეკითხება. რა თქმა უნდა, ბატონმა ზურამ ჩათვალა, რომ ეს ფლირტის მომენტი იყო, მაგრამ ასაკინა გამომდინარე, მაშინ რომ მიხდა ფლირტთან. დიახ, ფლირტთან კავშირი არ ქონდა, ქალბატონი ეკითხება. იმდენად ლამაზად დარბი ხართ, ვერ შევძელი რომ თავი შემეკავებინა და მინდა გითხო თქვენ ბუნებრივად დარბი ხართ ასე თუ ნასწავლი გაქვთ. ხალხო დამერწმუნეთ. მეთოდი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, გარდა იმისა, რომ ლამაზად სირბილს იწვევს და გაჯანსაღებას იწვევს, კიდევ არის ერთი ძალიან მარტივი, როგორც კატალიზატორი. თუ ადამიანი დარბის სწორად, აუცილებლად დარბის ლამაზად. თუ არასწორად დარბის, გარდა იმისა, რომ არ არის ლამაზი მოძრაობა, თვითონვე შეატყობს, რომ დისკომფორტი ექმნება. სწორად სირბილი იწვევს დასვენებას, არასწორად სირბილი იწვევს დაღლას და დისკომფორტს. ამიტომ ყველა შეუძლია გადაამოწმოს, რამდენად სწორად დარბის. თუ თქვენ სირბილი არ ქსიამოვნებთ, ესე იგი თქვენ არასწორად დარბი ხართ. ეს არის უმარტივესი ფორმულა. ეხლა მოდით ქალბატონ მარიამ აბრამიძეს მოვუსმინოთ, მას რა პრობლემები ჰქონდა და ეხლა როგორი მდგომარეობაა? მოგესალმებით. მქონდა ფეხი მოტეხილი და არასწორი რეაბილიტაციის შემდეგ დავდიოდი საერთოდ კოჭლობით.
ვერ დავდიოდი ნორმალურად და ახლობელმა მირჩია ბატონ გუჯასთან მოსვლა, რის შემდეგაც თითქმის 3 მეცადინეობის შემდეგ ფეხი უკვე ნორმალურად დავადგი, აღარც მეტყობოდა სიარულში, რომ მე თუ საერთოდ ფეხი მქონდა მოტეხილი და კოჭლობით დავდიოდი და დიდი კმაყოფილი ვარ ბატონი გუჯასი და ყოველთვის ვეუბნებოდი ყველას თუ ვინმეს ასეთი პრობლემები აწუხებდა რომ მეემართათ მისთვის, იმიტომ რომ მეც ყოფილი სპორტსმენი ვარ და კი დავდიოდი სწორადაც ყველაფერი, მაგრამ აი ეს ფეხის მოტეხის შემდეგ ცოტა დიდი პრობლემები შემეწყდა. რეაბილიტაციის პროცესსაც ძალიან კარგად ეს ხოთაშორის არის ძალიან სერიოზული თემა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეაბილიტაცია ჩვენთან აქცენტი არის გაკეთებული მარტო ოპერაციას შეასრულებენ და ამის მერე პაციენტთან კონტაქტი იკარგება საერთოდ და მე ძალიან ბევრი პაციენტი უჩივის აი შემდგომ გართულებებს. და ეს არის უმნიშვნელოვანესი. მე მაგალითად ხომ გეუბნებით, როდესაც გავიგე თქვენი არსებობის შესახებ, ყველა საქმე გადავდე და სასწრაფო წესით ეს გადაცემა მოვაწყე, რომ ჩვენმა მსმენელმა ბოლოს და ბოლოს პოზიტიური ინფორმაცია მიიღოს და კიდევ ერთი მე მინდა დაგაწყნაროთ და დაგამშვიდოთ. არ ინერვიულოთ, სულ ნუეცდებით იმ ახალ შეშენებულ საავადმყოფოში მოხვედრას. თუ შეგიძლიათ ელემენტარულად სწორად სიარული ისწავლოთ და ეს საავადმყოფოები მერე გადააკეთონ სასტუმროებად, მაინც 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ადარებენ. მოკლედ, თავარია რომ ჩვენ ვიყოთ სუყელანი ჯანმრთელები და არ დაგვჭირდეთ ექიმი და არც წამალი. ეხლა მოდით ძალიან საინტერესო სტუმართან მინდა ესეთი გაგაცნოთ უბრალოდ ეს გახლავთ გოგი ჯიმშერიშვილი, რომელიც ძალიან სიმპათიური ადამიანია და ძალიან კარგი ადამიანი, მე გუშინ ვესაუბრე მას და დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში და მე მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ. აი ბატონო გოგი, თქვენ პრობლემებზე მოკლედ თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს ვუამბოთ და შემდგომ აი ახლა როგორ გრძნობთ თავს. შეფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. გიორგი ჯიმშელიშვილი 73 წლის 6 წლის წინ ანევრიზმის გამო გადავიტანე ტრეპანაციის ოპერაცია. თანაც 3-ჯერ. და კიდევ სანამ გაგრძელებდეთ, აი ეს რასთან იყო დაკავშირებული თქვენი ცხოვრების წესი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან არასწორად ცხოვრობდი თორემ. სიგარეტს ვეწევდი 50 წელზე მეტი. სვავდი, ეხლა სწორად გამიგეთ. ჩემი სვავდი იმიტომ კი არა რომ შემოვიდა მიმეღო. არამედ აი გათიშვამდე თუ შეიძლება ესე ითქვას. გამიგებენ მე მგონი. ბევრი. ასორი. დიახ, ზოგიერთი გაგიგებთ კარგად. ჭეშმარიტად. ეხლა კი ლუდი მიყოლა ძალიან. ეხლა საერთოდ აღარ ავსვავლოთ. აღარ ითხოვს ორგანიზმი აღარ ითხოვს, იმიტომ კი არა რომ არ მინდა, უბრალოდ არ ითხოვს ორგანიზმი. დიახ. რეჟიმი საღამის 3-4 საათამდე ყველაფერი ეს გამოიწვია. ერთი კვირა ვიჯექი პრაქტიკულად აუდგმოთ კომპიუტერთან. და რის გამოც დამემართა ესაც დამემართა. ჩატარდა ოპერაცია. ოპერაცია ჩატარდა, ეს შედეგად მე მასაჟისტები მყავდა ძალიან მასაჟისტები იყვნენ ჩემი ექიმი თუ შეიძლება რეაბილიტატორი რა და დიახ. ხოდა და მე არც სიმართლე გითხრათ არც მახსოვს გუჯა როგორ მოხდით შენთან და ნანმისი ჩემ მეუღლეს ინიციატივით როგორ ვინ მოაწეროთ აღარ მახსოვს ერთ-ერთმა პაციენტმა მომიყვა თქვენ შესახებ, მაგრამ პაციენტს არ მოუყვანიხართ. თქვენ მოხვედით, ჩოგნით ხელში და ჩემთვის რამდენად გასაოცარი იყო. მარცხენა ხელი გაშეშებული არ მოძრაობს, მარჯვენაში ჩოგანი უჭირავს. მარჯვენა ფეხით კოჭლობს ისე რომ ძლივს შემოვიდა და ფიქრობ ნეტა ყავარჯენი ეჭიროს. და ჩავთვალე რა. ასაკოვანი ადამიანი, ინვალიდი, იმიტომ რომ ეხლა ინვალიდად აღარ ვთვლი. ამიტომ ამობთ ამამად ინვალიდი და ალბათ ჩოგნის გაყიდვას აპირებს. იმდენად კარგი ჩოგანი ეჭირა, რომ ჩავთვალე რომ აპირებს ჩოგნის გაყიდვა. თურმე
მოვიდა არა, მოვიდა სათამაშოდ. ადამიანი, რომელიც ერთი ნაბიჯის მეც ვერ დგამს, მოვიდა ჩოგბურთის სათამაშოდ. დიახ. მოდით ეხლა აქ შევჩერდეთ ჩვენთან ზარია და გავაგრძელოთ ზუსტად აქედანვე. თქვენ ეთერში ბრძანდებით? გისმენთ? ამოჯობთ ეთერში ვარ? დიახ, დიახ. ისაუბრეთ. უკაცრავად მე მაინტერესებდა ესეთი რამ ვარ 34 წელს და დაახლოებით 27 წლიდან გავიწყე ვარჯიში მძიმე წონებზე რასაც ქვია და ამის გამო მივიღეთ რამვა ხერხემალზე რა ვთია ქარი მაქვს ქვემოთ მეხუთე მალაზე და ზემოთ კისრის მალაზეც მაქვს როგორც ვთქვი იმიტომ რომ და თვითთვის დროს აი თავის ტკივილები მაქვს ხერხემიდან გამოწვეული როგორც ვფიქრობ რომ ხერხემის ტკივილიდან არა მაქვს მაგრამ ვატყობ რომ ხერხემიდან ამ კისრის მალიდან მოდის ეს ტკივილი თავის ტკივილი რა რაც შეეხება ახლა ისეთ თქმა მინდა ვიცი რომ ეს არასწორი ვარჯიშის იყო რომ ძიმე წონები თავისთავად იმაზე მეტყოლებს რომ არასწორად ვივარჯიშებ თავისთავად რამას მიიღებ რა ეგ ყველა მიცით მაგრამ მინდა ესეთი რაღაც რა ვიცი თქვა რომ მე არ იმყოფები ახლა ამ წუთში ქვეყანაში და ვარ სხვაგან თურქეთში ვცხოვრობ და ანუ მინდა იმის თქვა რომ იქნებ გაკვეთილები ჩაიწეროთ და მოვაწოდოთ რა ვიცი ეს ან YouTube-ზე იყოს თქვენი გაკვეთილებია სასალმერო რაღაც გასაგებია დიახ გასაგებია რასაც თქვენ ასწავლეთ დაუშვათ არა თუნდაც მცირეოდენი რა ვიცი მე მგონი ცუდი არა რა სიტყვით მოკლედ უპასუხოთ ჩვენ ამ თემაზე მე ისედაც ვაპირებდი საუბარს იყო თხოვნა ადრეც რო თქვა ჩაგვეწერა გაკვეთილი ან სულად წიგნი გამოგვეშვა დამერწმუნეთ ვარჯიში რომელიც ერთი ადამიანისთვის სასარგებლოა მეორისთვის შეიძლება არა მარტო საზიანო დამღუპელიც კი იყოს ეს ვარჯიშები არის ინდივიდუალური მაგრამ რაკნან იმათ ვინც არ არიან ქვეყანაში და არ შეუძლიათ მოსვლა ნუ რამდენიმე წლის წინ მიკავშირდებოდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელები და მეკითხებოდნენ თუ ჩამოხვალ ჩვენთან თუ ჩაატარებ ვარჯიშებს და ბოლოს მივედი ასეთ დასკვნამდე რომ ნუ ინტერნეტით ყველაფერს კეთება შეიძლება და რატომაც არა და ვცადე ძალიან მარტივი რამ ინტერნეტით ჩავატარეთ ვარჯიშები მივიღეთ შესანიშნავი შედეგი ისე რომ არანაირი პრობლემა არ არის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Skype-ის საშუალებით ერთმანეთს დავინახავთ გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ თქვენც გაიმეორებთ და ჩათვალეთ რომ პრობლემა მანძილის პრობლემა დაძლეული გვექნება თქვენი მეთოდიკის მთელი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ ეს არის მკაცრად ინდივიდუალური აუცილებლად ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან მე მგონი მეორე ზარიც არის და ბარემ მოусმინოთ ჩვენს მსმენელს ისაუბრეთ თქვენ ეთერში ბრძანდებით ალო დიახ გისმენთ ციტა ხერხემლის პრობლემები გვაქვს და თქვენი კოორდინატები ვერ ჩავიწერე ვერ მოვასწარეთ რადგან და თუ შეიძლება რომ გაგვიმეოროთ კი ბატონო კი ბატონო გაგიმეორებთ 591 28 72 12 და მაშინ მისამართსაც გეტყვით უფრო ადვილად რომ ვიპოვოთ აღმაშენებლის პროსპექტი 117 დიახ ეხლა გავაგრძელოთ აი თქვენთან მოვიდა ბატონი გოგი ჩოგნით და თქვენ გეგონათ რომ მას უნდა და ჯოგანის ყიდვა და თურმე მას უნდა თამაში თურმე მას უნდა თამაში და აქვს გადატანილი ოპერაცია ანევრიზმაზე ესე იგი რა პრობლემები ქონდა არ ვიცოდი რატო ახლა ამ სუბუქ ტრამბებზე მუშაობდი მაგრამ რა მდგომარეობაში ბატონი გოგი იყო ვერც გავბედავდი რომ ასეთ ავატყობთან საერთოდ მეფიქრა მუშაობა და დადგა კედელთან და დაიწყო ნუ აწყობას ვეძახით ბურთის კედლისკენ გაგზავნა დაბრუნდება ისევ აგზავნეს ნუ თუ გაექცეოდა ბურთი ერთ ნაბიჯს დგამდა მაგრამ მეორე ნაბიჯს უკვე ვეღარ დგამდა და ნუ დაკარგული ბურთის პოტანას ისეთ საკმაოდ დროს ანდომებდა ნუ რამდენიმე დღის მერე ფაქტიურად დავმეგობრდით და შევთავაზე ასეთი რაღაცა რომ ბატონო გოგი მოდით ვსადოთ ოღონდ მე პირობას არ გაძლევთ მე დაწმუნებული ვარ რომ ფეხი აღიდგებათ როგორც ჩვეულებრივი მეორე ფეხით ისეთივე გახდება და თქვენ შეძლებთ სირბილს ნუ ბატონ გოგის გაეღიმა იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წელი რეაბილიტაციას გადიოდა და ნუ შედეგი რაც იყო ეს იყო მაქსიმუმი მე რომ ცოდნოდა მედიცინასთან კავშირი მქონოდა რომ ამდენი წლის
კურნალობის შემდეგ მხოლოდ ეს შედეგია, ვერც გავბედავდი სიმართლე გითხრათ. მაგრამ იმ ხელასურვილი დავინახე ბატონ გოგიში, რომ მას უნდა ჩოგბურთის თამაში აუცილებლად რომ არ ყოფილიყო ბატონი გოგის განწყობა და ასე ძალიან არ დომებოდა ჩოგბურთის თამაში, არც მე გავბედავდი და შედეგიც არ იქნებოდა. მეწყვილებასთან დაკავშირებით პრობლემებიც საინტერესოა. მეხსიერებასთან დაკავშირებით ქონდა პრობლემები, ნუ თვითონვე აღნიშნავ ტრეპანაცია სამჯერ აქვს გაკეთებული. რა ვიცი, მეხსიერებაზე ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ოდნავ გაუმჯობესდეს, ნუ ყოველ შემთხვევაში ვეცადე, რომ გაუმჯობესებულიყო. მაგრამ თვითონ ბატონი გოგი თulis რომ გაცილებით უკეთ არის ამ ხრივ, არა? საქმეც მაგაშია, მე ვთვლი, რომ იმდენად გაუმჯობესდა მეხსიერება, რომ ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი. სახლიდან მარტო ვერ გამოდიოდა, ფაქტია და დღეს ჩვენთან სტუდიაში სრულიად უცხო ადგილას მობრძანდა თვითონ და თანაც ძალიან პუნქტუალურად. არა ბატონო გოგი. და ერთსაც დავამატებდი, ყველაზე საინტერესო მომენტი იყო, როდესაც მე ბატონ გოგის უთხარი, რომ ემე შევეცდები, რომ ფეხი აღიდგინო, ფეხის მოძრაობა. შემთხვევით ერთი ექიმი ესწრებოდა ჩვენ საუბარს. და მითხრა, ბოდი ფეხზე იმუშავე, მაგრამ ხელზე ნუ დაპირდები, იმიტომ რომ ხელის აღდგენა არის შეუძლებელი. ამიტომ გული რო არ დაწყდეს ბატონ გოგის, ხელს ნუ დაპირდები. მე მაშინ უთხარი ქალბატონს, რომ მე ხელზეც ვიმუშავებ და დარწმუნებულია, რომ ხელიც აღდგება. მართლაც პირველი თვე ფეხზე ვიმუშავებ და ბატონმა გოგის სირბილი დაიწყო, სიარულზე აღარ იყო ლაბარაკი, სირბილი დაიწყო. მეორე თვე ხელზე ვიმუშავეთ და ეს გაშიშებული ხელი, როდესაც ექიმი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენთან. ბოლომდე რო აწია ბატონმა გოგიმ. გაოგნებულმა შეხედა პირი გაოცებისაგან. ნუ რა თქმა უნდა ჩათვალა რომ ეს იყო შემთხვევითობა, მაგრამ რახან ბატონ გოგისთან გამოვიდა ეს საქმე, გავბედე და სხვა ავადმყოფებთანაც იგივე გავაგრძელებდეთ. ახლა კვლავ ზარია ჩვენთან. თქვენ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. აი ესეთი შეკითხვა მაქვს. დიახ. აი ბეხან აღრივლი დავით აღმაშენებლის პროსპექტი არის იმის მიზეზი, რომ მე ავტობუსის გაჩერებასთან ფეხი ჩავადგი რაღაცა ორმოში და მოვიტეხე ფეხი. უფრო ზუსტად მენს ბალზაკის პრობლემა შემექმნა. სასწრაფო დახმარებით წამოყვანეს საავადმყოფოში და გამიკეთეს ოპერაცია. ჩამიდგეს პოლიმერის აი მენს ბალზაკში დგავენ სტანდარტული ოპერაცია. ხო, ეს პოლიმერი რა მე ძალიან მე მგონი აი ქავილი ამიტყვა და ტანიც. ისე სისხლის შეამოწმეს და სპიდი და რაღაცა არ შეუყრიათ. მითხრეთ ყოველ შემთხვევაში მასე. ასაკიანი ვარ, ნუ ნესემისა ძერწლებთ. ხო და აი ეს პლასმასა ხო თუ პოლიმერი, რომელიც ძველდება ტემპერატურისაგან და დროისაგან, კიდე ქიმიური ზემოქმედებისაგან და ხო არ მოვიცილო და ახალი რაღაცა ხო არ გავიკეთო, როგორ მოვიქცე? არა, მაგ უკვე ჩემი რჩევა არ გამოგადგებათ და რატომ? ქალბატონო ბარინა ზუსტად ამაზეც მინდოდა მესაუბრა. და ძალიან ბევრი დარწმუნებულია, რომ ჩემთან მოვა, ივარჯიშებს, მაქსიმალურად გაჯანსაღდება და ექიმი აღარ ჭირდება. არა. ექიმს თავის სფერო აქვს, მე ჩემი სფერო მაქვს. მკურნალობა არის ორი სახის. ერთი შედეგის მკურნალობა და მეორე მიზეზის მკურნალობა. შედეგის მკურნალობას ექიმი აწარმოებს. მე მხოლოდ მიზეზზე ვმუშაობ. მიზეზის მოშორებით მსუბუქი დაავადებები ექიმის გარეშეც ინკურნება. მაგრამ აი ესეთი მძიმე მოტეხილობა და ასე შემდეგ, მხოლოდ ჩემთან ვარჯიშით ვერც დაგპირდებით და ეს უკვე ჩარევა არის ოპერაციული მომხდარი და ეგ ფაქტობრივად უცხოს მე შემიძლია მხოლოდ ის გავაკეთო, რომ მოძრაობა, რომელიც თქვენ ან ტკივილს გაგიყუჩებთ, ან უფრო თავისუფლად და მსუბუქად სიარულს დაგაწყებინებთ, აი ეს მოძრაობა გასწავლოთ, რომელიც გაგეადვილებთ ცხოვრებას, მაგრამ მე რო რჩევა მოგცეთ უკაცრავად მე ექიმი არ ვარ, ამიტომ აქ სპეციალისტების რჩევა უფრო გამოგადგებათ. ბატონო გოგი, თქვენ ხომ არ გსურთ რამე დაამატოთ, თქვენ თქო გვიყვებოდით თქვენს ისტორიას და მე შეგაწყვეტინეთ. შემიძლია და მინდა კიდეც. იმიტომ ზანეთ. პირველ რიგში უდესი მადლობა ბატონ გუჯას. რაც შემე რა დავარქვა ამ ადამიანს. სასწაული მოახდინა. ადამიანი რომელიც ვერ ვინძრევთ ფეხს ვეძნება ადგავდი დღეს დილის ჯერ ერთი რეჟიმი ისეთი რეჟიმი გამომიმუშავდა ეს მისი დამსახურებაა ჯანსაღი ცხოვრება და
სისტემატიური ვარჯიში. თამაში, თამაში მიყვარს იგი შემდეგ მიყვარს ჩოგბურში ავქთ. ეს და რაც მთავარია, მე რას მივაქცია ყურადღება, რომ აღარ გინდათ დალევა. აბსოლუტურად. არც მოძრაობა, არც დალევა. კალელი კი. ამაზე ამით ვერ განიკურნე. დიახ, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მეთოდიკა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ეს რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ალკოჰოლიკებისთვის არის ვთქვათ ძალიან მძიმე, აგრეთვე ნარკომანებისთვის, აი ამ მეთოდის სინთეზით ჩვენ მოვახდენთ უფრო გამოვაჯანსაღოთ ეს ადამიანები და მე ძალიან პირველი შემთხვევა რომ ვერ დაგეთანხმებით. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ნარკომანებს ეს მეთოდი დაეხმარება. მაბატიეთ რომ ჩავერიე. კი ბატონო, თქვენი მოსაზრება. მაგრამ აი ესეთ მარტივ შემთხვევას მოვყვები, რომელიც უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ ვიდრე აი მაგ პრობლემებამდე მივალთ, მანამდე უშველოთ თავს. არა, ეს რასაკვირველია. ამაზე ჩვენ საუბრობდით, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ანუ ცხოვრების წესის. მაგრამ როდიდან უნდა დავიწყოთ? სწავლა ცხოვრების ჯანსაღი წესის. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. ჩემთან მოიყვანეს პატარა გოგონა 5 წლის. ვეკითხები, რისთვის მოხვედით? აი გვინდა რომ ბავშვმა სპორტის რომელიმე მოძრავ სათამაშო სახეობაში ივარჯიშოს. ნუ ეუბნები აქ ჩემთან მხოლოდ სირბილს ვსწავლოთ. დიახ, მე მინდა მშობელი მეუბნება, ჯერ სწორი სირბილი ვასწავლო და შემდეგ მივიყვანო, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩემი შვილი სპორტსმენიც იყოს და ჯანმრთელიც იყოს. დიახ. თუ ჩვენ თავიდანვე მივეჩვევით ჯანმრთელი ცხოვრების წესს, აი ეს პრობლემა, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ და რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ძნელად განკურნებადია. ეხლა შესაძლოა ჩემმა მეთოდმა რაღაც დოზით წაეხმაროს, მაგრამ ის რომ არა, მოდით ჩვენ შევთანხმდეთ იმაში, რომ ჩვენ ამას არ ვქადაგებთ, რომ ეს არის 100%-იანი მეთოდი, მაგრამ თუ სურვილი არსებობს, ეს ძალიან დაეხმარება. ეხლა მე როგორც ექიმა შემიძლია ფსიქოლოგიური მომენტი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და როდესაც ფიზიკური ვარჯიშები ჩაანაცვლებს, დიდი ალბათობაა იმისი, რომ რა კუთხითაც საუბრობთ და საჭიროება არ ექნება. მაშინ ესეთ რაღაცას დავამატებდი. აი ძალიან ხშირად მოსულა ჩემთან, ნუ ფეხბურთელები მოდიან ძირითადად. თქვათ 2-3 მეცადინეობის შემდეგ გავუმხელე ისიც მე სიგარეტს ვეწევი, ვეუბნები არა უშავს, არ შეწყვიტო. თან კონკრეტულად ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო. ნუ გადის ერთი კვირა მეუბნები, ისიც მე ვსვამ კიდევაც. იგივე ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო. რატომ? როდესაც აითვისებს სწორი სირბილის მეთოდს, ნიკოტინის მოთხოვნილებაც კლებულობს. ალკოგოლის მოთხოვნილებაც კლებულობს და ბუნებრივად ხდება, ესე იგი სურვილის მოშორება ხდება და არა. მე ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ მე მეთანხმებით პრაქტიკულად, უბრალოდ არ გინდათ ამაში გამოტყდეთ. აი, ეს პარამეტრზე მაქვს ლაპარაკი, თქვათ, თქვენ რომ ნარკომანია ახსენეთ, ეს იმდენად რთული დაავადებაა. არა, გასაგებია. რომ ჩემთვის კარგი, მოდით ამაზე ნუ შევჩერდებით, ახლა თან ხომ ვერ ვიკამათებთ ადამიანებისთვის, რომ იცით რა ეს მეთოდი თუნდაც რაღაც პროცენტი. არა, გასაგებია, ჩვენ გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ ეს არის შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას ყველა გაიგებს ისე, როგორც მას შეუძლია აღიქვას. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ, აი მე გამოვყავი სპეციალურად გადაცემის დასაწყისში მესამე ნაწილში თემა, როგორ უშველოთ ჩვენ ფეხბურთელებს, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი მოსახლეობა აგრეთვე გამოთქვამს დიდ წუხილს, რომ ვერა და ვერ ეღირსა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ისე ითამაშონ, რომ რაღაცა სიხარული მოგვანიჭონ. მე თქვენი მეთოდის შესახებ როცა გავიგე, დამებადა ელემენტარული კითხვა. მიაკითხეთ თუ არა თქვენ აი ამ სპორტულ საზოგადოებას და როგორი იყო მათგან რეაქცია, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მე მგონი მათ უნდა აინტერესებდეთ, რომ მათი სპორტსმენები იყვნენ გაცილებით უფრო გამძლეები და უფრო უკეთ დარბოდნენ და ასრულებდნენ თავის მოვალეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე დრო და თუ შეიძლება ესე ძალიან საინტერესო ადგილას ვართ უკვე. რა თქმა უნდა, ფედერაციაში მივედი, პირადად ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე. სულ რაღაც ერთი კვირის არჩეული იყო პრეზიდენტი. სიმართლე გითხრათ, ვერ დაიჯერა, რომ რასაც მე ვყვები ეს რეალობაა. მაგრამ ერთია ვერ დაიჯერა და მეორე არის, როდესაც მე ვთავაზობ, რომ ერთ ვარჯიშში შემიძლია გაჩვენოთ და დაგარწმუნოთ, ну ამის გადამოწმებას წინ არაფერი არ ედგა. მეორე სპორტულ კლუბ დინამოში, ახლა ახალი ხელმძღვანელობაა და ზუსტად ამ ახალ ხელმძღვანელობასთან მივედი, აუხსენი რას ვაკეთებ, მაგალითებიც
მოუყვანე, ну, რა თქმა უნდა, სურვილი გამოთქვეს, მაგრამ გაგრძელება არ მოყოლია და კიდე უფრო უარესი. 2 წლის წინ ტელევიზიით ვისმენ, რომ საქართველოში არ არსებობს ფიზმომზადების თვნელი, რომელიც ქართულ ფეხბურთელს ასწავლის სწორად სირბილს, ასე შემდეგ და მაშინვე დავრეკე. პირდაპირ ეთერი იყო. აუხსენი რომ შემიძლია ამის გაკეთება და მოხდა სასწაული და მართლაც შევხვდით. ეს პიროვნება იყო. უბრალოდ არის ბატონი მამუკა, საფეხბურთო სკოლა ოლიმპიის დამფუძნებელი არის. ერთ კვირაში შევხვდით. გავესაუბრე მის მწვრთნელებს, რა თქმა უნდა, არ დაიჯერეს და მაშინვე შევთავაზე. მოდით პრაქტიკულად გაჩვენებთ და უნდა გენახათ მათი გაოცება, როგორ არ მალავ, ყველას აჩვენებ ამ მეთოდს. რა თქმა უნდა, დასამალი არაფერი არ იყო, პირობა იყო ძალიან მარტივი. 1 წლის ძიმე ვარჯიშების შედეგად, რა შედეგიც უნდა მოსულიყო სისწრაფის მომატებაში, მე იგივე შედეგი დავპირდი 9 საათში მსუბუქი ვარჯიშით. და ეს ვაჩვენე. და ამის შემდეგ თითქოს საუბარი იყო ჩვენ თანამშრომლობაზე, მაგრამ თანამშრომლობა არ შედგა და ყველაზე უცნაური, მე არ მინახავს, მაგრამ ჩემო მოსწავლეებმა მითხრეს, გადის 1 წელი და ისევ გამოდის ბატონი მამუკა ტელევიზიით პირველ არხზე დავით მინაშვილის გადაცემაში და იგივეს ამბობს, რომ აი საქართველოში ამას ვერ ასწავლიან. სწორად სირბილს, ფეხის სწორად დადგმას ვერ ასწავლიან. ნამდვილად გავოცებული ვარ, შესაძლოა ბატონ მამუკას 1 წელი გავიდა და არ ახსოვს მაშინ რა გავაკეთეთ, მაგრამ თუ ან ბატონი მამუკა ვისმენს ან გვიყურებს ან მისი ახლობელი, ბატონო მამუკა თამამად შემიძლია გითხრათ. 1 თვეში თქვენ გუნდს ჩავაყენებ ისეთ ფიზიკურ ფორმაში, რომ უბრალოდ ვერ დაღლით. არა თუ არ დაიღლებიან, ვერ დაღლით. ოღონდ თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ. დიახ. ბატონო გუჯა, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა თითქმის უკვე ამოიწურა. მე უნდა დავემშვიდობ ჩვენს სტუმრებს და გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი კვალიფიციური საუბრისთვის და სასარგებლო საუბრისთვის და ჩვენს ტელემაყურებლებსაც აგრეთვე ვუხდი მადლობას და ვუსურვებ ჯანმრთელობას. მე მათ დავპირდი, რომ დავეხმარები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვა და მე მგონი უკვე დავიწყე ამ პირობის შესრულება. მე თქვენ გაგაცანით ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, რაც შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროთ და რეჟიმით. დიახ, რა თქმა უნდა, ბატონო გოგი, დიდი მადლობა. დიახ, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.